რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში, რომ ავსტრიაში ცნობილი პლასტიკოქირურგი ზურა კეკელია დააკავეს. აი ეს კადრები სწორედაც რომ ავსტრიის ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა. ავსტრიის პროკურატურა ზურა კეკელიას ედავებას შემდეგს, რომ მას ლიცენზიის გარეშე ჰქონდა კერძო სახლში გახსნილი კლინიკა, სადაც პლასტიკურ ოპერაციებს და სხვადასხვა პროცედურებს ატარებდა და ერთ-ერთი პროცედურის დროს 54 წლის ქალი გახდა შეუძლოდ იმდენად ძიმეთ, რომ ის ავსტრიის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ქართველ ექიმზე გამოძიება. ცნობილია, რომ მას თავისუფლების აღკვეთა 20 თვით მიესაჯა, რაღაც ნაწილს ამ თვეებისა ის შინაპატიმრობაში გაატარებს. ეს არ არის პირველი ბრალდება, რომელიც ზურა კეკელიას მისამართით ისმის. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის საქართველოში იყო, ხონდა კერძო კლინიკა გახსნილი, არაერთმა ქალმა გამოთქვა პრეტენზია მისი ჩატარებული პროცედურების მისამართით და მის მიმართ ითხოვდნენ გამოძიების დაწყებასაც, თუმცა მოულოდნელად მან დატოვა საქართველო, გააუქმა ის კლინიკაც, თებერვლის შემდეგ არც კლინიკის ოფიციალური გვერდი მუშაობს, არაფერი განხლებულა და როგორც ჩანს, მან საქმიანობა ავსტრიაში გააგრძელა. ქართულებების შედეგად მოუწია ოპერაციის გაჩერება და სასწრაფო დახმარების გამოძახება. იყო მთლიანად ეს დაჩრქებული. ვიჯექით ვტირფხაოდი ბოლო ხმაზე. მივედი იმისთვის, რომ იქიდან წამოსვლიყავი ლამაზი. რეალურად გამოვიდა, რომ დამამახინჯა. თითქოს ვიყავი საცდელი ვირთხარ. როგორ გამიკეთა ეგეთი ოპერაცია, ვერ ხვდები, რომ ყველა მხრიდან, გვერდიდან, წინიდან, ყველა მხრიდან ჩანს შრამები. და რომ ვეკითხებოდი, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, მეუბნებოდა, რომ ეს ნორმალური იყო. ძალიან თხოვა, რომ ეს ამბავი არ მithქვა არავისთვის. ბოლომდე მიიყვანდა და შეახორცებდა თუ შემიხორცებდა ამ ჭრილობას და მერე უკვე თუ მინდომებოდა სხვასთან გავიკეთებდი ოპერაციას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოვთხოვე ანაზღაურება. ოპერაციის თანხა გადამიხადა, ამინაზღაურა.